ხალხო გარჩევა მართლა შეუძლებელია, პირდაპირ გეუბნები, ფასტილზე წავიდნენ, ხო? ბიჭო, არ ველოდინა. ჯერ განათლები და მე მელაპარაკე. მოგესალმებით ჩემო სურნელოვანო მეგობრებო, მე ვარ გიგი და დღევანდელ პოდკასტში ჩვენ ყავს სტუმარი გიორგი გოგოლაძე, TikTok-ის ლინკი აღწერაში იქნება. მოგესალმები გიორგი. სალამი. მადლობა რომ მოხვედი. იქით მადლობა და პატივი. პირველ რიგში მინდა გითხრა რომ მოლ საინტერესო კონტენტს აკეთებ და ასე თქვა ახალი ხილი არის ბიუჯეტური სუნამოებზე აქცენტირებული ვიდეოები ჩვენთან არის კონტენტ კრეატორები რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით მიდიან მეც მათ შორის ბიუჯეტურებსაც განვიხილო როგორც ნიშნულს მაგრამ შენი უშუალოდ შენი კონტენტი ემსახურება იმას რომ ხალხმა დაზოგოს ფული იმიტომ რომ დღის ბოლოს მაინც სურნელოვან წყალს ვიდავთ ხო მაინც უნამოა რა დღის ბოლოს და მაინც ჩემი აზრით კი ძალიან კაია დვირადღირებული სუნამოები მე ძალიან მიყვარს მაგრამ ნუ საქართველოს რეალობა ეგ არის რომ არ გვაქვს ჩვენი ის ფუფუნება რომ 1000 1500 და 2000 ლარი გადავიხარ ნუ ვისაც აქვს კი ბატონო მაგრამ უმრავლესობას მაინც არ აქვს რა მაგიტომაც არის ფეიქ სუნამოები ესეთ პოპულარული რომ მარტივად და უფრო ეგ იყო ჩემი მიზანი რა აი დღევანდელ რეალობაში საშინელება ხდება აი მილilitrობითაც რო ყიდიან დაჟე ხო ფეიქს ნახევებს აი მაგაზე ვგიჟდები მე და დაჟე კომენტარებში რო ხალხს ერჩიან რომ ფეიქია და ჯერ განათლები და მე მელაპარაკე ბიჭო კიდე ამბიციაზე რო აი კიდე დიდი გულზე არიან და რაღაცნაირად აქეთ გერჩიან. ხო, ეს ამიტომ კარგი რაღაცა გაკეთებ, იმიტომ რომ ფეიქ სუნამოების ყიდვას სიტყვაზე რომ 100 ლარი, 130 ლარი რო მეთქლიში ფეიქ ტუბაკოვანი ან კომფორტს 100 ლარად ჩამოიტანა 130. შვენიერი ხარისხის სუნამო ჩამოდის. საიდან დაინტერესდი ამ თემით და რატო გადაწყვეტე? თავიდან მოკლედ ბავშვობიდან ვარ სუნამოებში, მოკლედ ძალიან ჩათრებული ვიყავი და დედა ჩემი ბავშვობაში მყიდულობდა ხოლმე მილilitrობით 11 წელზე იყიდებოდა. ჩვენი მეზობელი მუშაობდა და აი წარმოიდგინე როდის გეუბნები აი ძალიან პატარა ბავშვი ვიყავი და მაქედან მოყოლებული დედაჩემი მასწავლიდა რომ ნუ მოკლედ ფეიკის და რაღაც ყიდვას ჯობია ცოტა იყიდო და კარგი რა ანუ მაშინ ეხა სად იყო ეს არაბული დუპები და ის ვაფშე არ არსებობდა ანუ ბუნებაში არ იყო და ნუ აი მაქედან დაიწყო ინტერესი რა და მე უკვე რო გადავედი მეც მიყიდია ვაღიარებ ფეიკი მეც მიყიდია ყველა ყოფილვართ მაგალითად ძალიან პატარა ვიყავი და ნუ ინვიქტუსი მომწონდა ძალიან რა და ეხა ისი პარიში და იმაში ნუ 500-600 ლარს უთხოვდა მაშინ რა ძალიან ძვირი ღირდა და გამომწერე 100 ლარად ფეიკი ინვიქტუსი სხვათა შორის გავდასუნით მაგრამ 15 წუთში აღარ იყო არც სუნი და არც არაფერი ოპნოტას ახლა დარწმუნებული ვარ ჩვენი მწირე პარფუმერული ცოდნით ქიმიურ ცოდნას გულისხმობ შეიძლება ჩვენს და კი კაცო რა გახსნის ბაზარში იყიდი იმას რა ქვია ყვითელ ბოთლებში ზეთებს ხო გელას რეცეპტით გასახია მაგას იყიდი ჩამოსხმობ ჩვეულებრივ ან სავარაუდოდ რაღაცა მსგავსი იყო რა ბუნაკში ჩამოსხმული ან რაღაცა და ნუ მაგის მერე რაღაც ანუ ვიდეოები მხვდებოდა ხოლმე ანუ პროსტა რუსულად იყო რა მაშინ რა ძალიან ისეთ ამერიკაში ცნობილი არ იყო საერთოდ და პირველი ჩამოვიტანე კლავდენ მე და ჩემი ზმაკაცმა ჩამოვიტანეთ ახალი გამოსული იყო და ნუ მოკლედ მაშინ ძალიან ძვირი გადავიხადეთ რა 2017-18 ხო ანუ კარგი ისე სავარაუდოდ 17-ში ჩამოვიდა და მაშინ კლაბი აი იყო ძალიან გიჟი რა მახსოვს ჯერემიც ვახსენებდა რამის ვიდეოებში და ბუმი იყო კლაბდენოს კი აი კლაბი მაშინ რო იყო ანუ დღეს არის იმის ნახევარი იდეაში რა ну, მაგრამ დღეს ახლა ზატო სხვა ბრენდები წამოიწია ძალიან მაგრად რა, აი კრიდის ტუპები, იმდენი არსებობდა ესეთი მაგრები. ну, აღარ ხეს კრიდის ჩააჩოჩენს რა. მithumetes კრიდი 2015-ის მერე აღარ არის ესეთი კრიდი. ხო, ანუ შეუცვალეს ფორმულაცია შეცვალეს, იმიტომ რომ ის მაგზავნილი ნივთიერებები ორიგინალი ამბერგრი აიგრძელა, ეს ამბერგრი ვინც არის კაშალოტის პიუკ და შემდეგ ფოტოსინთეზის შედეგად ქვადი ქცევა და ამიდან ექსტრაქტს ხდიდნენ და უკვე ცხოველურ პროდუქტებს აღარ იყენებენ უკვე პარფიუმერიაში და აკრძალეს და მაგის მერე კრიდი წამოვიდა ნელ-ნელა უკან რა თორე ის ორიგინალი კრიდი დარწმუნა არ მაქვს გატესტილი მაშინ ლად ეგეთი ფულიანი წავიღავი და
ნუ მაშინ სავარაუდოდ ნუ კრედი ძალიან გიჟი იქნებოდა, მაგრამ აი მაქედან მოყოლებული მე ბოთლები რო იყო რაღაც 4-5 ბოთლები სტილი მაქვს და ეგეთები ხოდა ფეიკები იყიდე რა. ეგეთ კი 120 ლიტრიანი. ხდება ბიჭო გვერდებზე Facebook-ზე რამდენი მხდება, იცი რო აი ყველაზე ხარ. კრედი ორიგინალია, როცა და 4-5 ბოთლს რო უყურებ აი 100 მილილიტრი. ანუ რანაირად უნდა იყოს ორიგინალი, ვინ შეინახავ და 2013 ყველაზე კარგი ის რა არის ორიგინალი რო არის დაამტკიცონ ბაჩკოდი ემთხვევა. უკანის ძირი. QR კოდი რო ემთხვევა. გარედან რო ისაა კიდე მაღაზიის ის იმ მაღაზიის უნდა მოხსნა იმ საბუთელი მოყვებაო. გარეთ რო გამოდიხარ ის წრეპინებს მაღაზიაში და რანაირად იპარავენ. ან როგორ ყიდიან მაგას, ანუ ეგეც ის არის, ანუ იდეაში ახლა ყველას არ აქვს რა სუნამოს მიმართ განათლება და არ არის ხა ის მეც არ მაქვს რაღაცაში განათლება და ბევრ რაღაცაში და ხოლმე მომატყო და დამაგოიმო და ხო მე თუმეტეს მე ადრე ვლანძღავდი და არ მიყვარდა ეს ხალხი ვინც ფეიკებს ყიდდა და ამ ბოლო დროს ცოტა შემეცვალა დამოკიდებულება და უკვე ის ხალხიც აღარ მიყვარს ვინც ამას ყიდულობს. ხო ეგ უკვე ნახეთ რა არის სუნამო არის საბოლოო ჯამში მოდური აქსესუარი. ანუ არ არის essential პროდუქტი, ყველაზე როგორც საპონი ან შამპუნი ან ასე შემდეგ, რომელიც გინდა დაისხამ, გინდა არა, საბოლოო ჯამში სუნამო არ საზღვრავს 90%-ში არაფერს და უბრალოდ პირველი შტაბეჭდილება სუნამოს გარშე შეგვიძლია მოახდინო და მოდურ აქსესუარში რომ იხდი რაღაც ფულს და ითხოვ საუკეთესო ხარისხს და იხდი ასლარს, ეგ უკვე შენი პრობლემა არის, რომ იმდენად არ ხარ თავდაჯერებული, რომ გინდა რომ ყველა საჩვენო რომ ტობაკოვანი ლამასხია, პირობითად როცა შეგიძლია 150 ლარად ჩამოიტანო ის ემბერუდის ტობაკოიდი შენი და ან გაარჩევს ვინმე ტობაკოვანი ლიარი თუ არა. არ გაარჩევენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში 10 ჯერ მოკლებ ფასადყიდულო. ნუ გამოცდილი გაარჩევს. გუჩაში გაიაროთ დამიჯერეთ. ჰაერში ვერ გაარჩევ ნახეთ, მაგრამ ნუ საით 100 კაციდან ერთი გაარჩევს მარტო რა იმასაც. და თან მე რაღაც პონჩი გული მწყდება იმაზე რა, ანუ დღეს უკვე იმდენი წყარო არსებობს და იმდენი ინფორმაციის მიღება შეგიძლია ამ ფეიქს უნდა მოეღწე. აი ადრე არ იყო 2015-16-ში რომ ფეიქებს ყიდნენ კი ბატონო, მაშინ არ არსებობდა ყველა მარიცოდა Google-ში რაღაც ის ჩატარება. ტესტერი არის ასე. ხო, დღეს უკვე მამაჩემს და დედაჩემს საერთოდ ტელეფონზე არაფერი გაიგებოდა, აი რამეს თუ ყიდულობენ, ეგრე Google-ი. ან რაღაც ან ვიღაცას ეკითხებიან. ანუ სუნამოც ეგეთი რაღაცაა, ანუ ხალხო სანამ იყიდით, ანუ ჩემი რჩევა იქნება, რომ ანუ მაინც და მაინც არ ვიძახი იმას, რომ ან ჩემთან იყიდეთ, ან გიგისთან, ანუ მაგაზე არა მაქვს არასდროს არავისთან პრობლემა რა. მე რომ ეკითხებიან დაჟე ანუ ვასწავლი ხოლმე რომ მეთქი ანუ აქ არ იყიდო აქ იყიდე ხუაზე ხარ ანუ არ მიყვარს რა ეხლა მაინც ამაინც ჩემთან თუ არ ყიდულობ და შენ ესე და ხო არა ჩვენ შეიძლება ბევრს უნდა მარც გვაკახა ისეთი რომელიც მან კიდე საიტებს უზიარებს უბრალოდ ფეიკი არ იყიდო რა და მორჩა რა მაგსა რომ ფრაგრანსნეტიც ძალიან კაია ანუ ჯომაზე რაღაცები იყო რომ რაღაც ჩემები მაგრამ წესით გამოასწორეს უკვე და შეგიძლიათ დაჟე მეთქი გამოწეროთ არ არის პრობლემა რა მაინ ჯომადან გათვალეთ რომლის ფეიკი არ არსებობს იმის მიხედვით ხო აი ეგეთი რაღაცები ხამრას ფეიკი და ქლორის ფეიკი და რაღაცები არსებობს ნაიპიემის ფეიკიც არსებობს და აი რაღაც ეგეთებს ცოტა მოერიდეთ და აი ცოტა უცხოები ახალი გამოსულები რაც არის არ ამგონია რომ მანდაც ფეიკი და დაგვხვეთ ხო ხო ან დღეს ძალიან ჩვეულებრივად შეგიძლიათ ინფორმაცია მოიძიოთ და ის ფეიკი აღარ იყიდოთ რა ვაგონში არ და ინტერნეტი სავსე ინფორმაციით და პლუს ადამიანებიც საუბრობენ ამას თუნდაც სანამ ფეიქს კი არა ორიგინალს სანამ იყიდეს ადამიანი იქამდეც ვამოწმებ ხოლმე რომ რა რევიუ არის რა ნოტები აქვს რომ რაღაც პირდაპირ წარმოდგენა მქონდეს ნუ პირდაპირ თუ არა ირები მაინც რას უნდა ველოდო ამ სუნამოსგან და ფეიქზე მით უმეტეს ახლა რომ ჯერ სად არის გაკეთებული ყველაზე მარტივი მაგალითი საავტორო უფლებები ხო გჭირდება რომ ესეთი რაღაც გაყიდო ანუ ეს ვერც საფრანგეთში იქნება მაღაზიაში ვერცინაში ჩინეთში არის და ვისაც ჩამოაგდა ეს ამწუხაროა. ვიცნო ვისაც კონტეინერებით ჩამოაგდა ძალიან ბევრს ყიდის ამ მართლა. კონტეინერი ერთ დღეში აღარ აქვს რა. იმდენი იყიდება ეგ ფეიქს სუნამოები და რა შეძულებული ვყავარი იმ კაცზე და ძალიან ბავშვობიდან მამაჩემიც და მეც ბავშვობიდან ბიზნესში ვარ და სამწუხაროდ გვიწევს ეგეთი ხალხის ცნობაც და ისეთი კონტია. აი, გიო რა გვაქვს აბა აქ რა სუნამოები გვაქვს წარმოდგენილი და სანამ ამაზე გადავალ, შენი საყვარელი სუნამო რომელია დღეის მონაცემებით? ვიცი რომ ახლა ეგ საყვარელი სუნამოს კონცეფტი იცვლება, შეიძლება ყოველ დღეში შეიცვალოს, მაგრამ. მაგრამ ამ ბოლო დროს, ახლა ხშირად, ანუ 2 წელს წინ, 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 ანუ 2
რას ვისხავ ხოლმე, ეს დავფიქრე ერთია. ბოლო დროს რაზე შევიჯექია? Liquid brand-ზე შევიჯექი. Liquid brand. ნუ ბოლო დროს Liquid brand-ზე იმენა ვზივა, რასაც ქვია, ძალიან მევასება. Liquid brand-ი ვინც არიცით Altair-ის Altair-ის დუპია და თან ურევ ხოლმე Ansam Silvers რა, ანუ ის არის most wanted DP Intensis-ის რა, დუპი რა და სხვათა შორის ძალიან მაგარი დუპია. უბრალოდ ცოტა მეტი არომატულობა აქვს დამჯდარზეც რა, თავიდან ის არის, ხო, ანუ დამჯდარზეც ცოტა მეტად არომატულია ვიდრე most wanted-ი რა, კლასიკური და აი რაღაც მაგორის ნაზავი ამ ბოლო დროს დამევასა რა, რაღაც ანუ layerings ხო, ანუ liquid brand-ია და თან ის არის არომატული და რაღაცში, ანუ შლეიფიც ძალიან მაგარია liquid brand-ი. არ მომიტანია, მაგრამ ნუ გატესტილია გიგისას და იცის რა კაი რაღაცაც არის. სასწაული რაღაცა არის. კაი, მოდი მე აქედან ყველაზე მეტად მაინტერესებს Rayhan-ის Tiger Cal Colon Edition Cal ვინც იცით ის არის ბრიტანელი TikToker-ი არის, content creator-ი და მის საყვარელი სუნამო არის Half-Fat Penhaligon-ის. ჩემიც top 3-ში შედის. და მაინტერესებს რამდენად გავს. ხო, კოლაბორაცია არის. მისი კოლაბორაცია. თუ სხვათა შორის ეხლა კარგად დაიწყეს კოლაბორაციები, French Avenue-ს ჰქონდა იმასთან, Aromatrix-თან. ეს Aromatrix მივწერე. ხო? კი, მივწერე და ძალიან თბილად Hello Brother და for Georgia და კი, ჯიგარი მასტია და მწერს ხოლმე და ჩავუგდე ის, რა ქვია. shipping address-ი და ასე შემდეგ და დაშიპავენ უკვე. შენ ძალიან წინსვლელი გაქვს ეგეთ. ხო, კარგია რომ კოლაბორაციები დაიწყეს. ხადლაჯის სულამები რო ჩამოგივიდა ძალიან მესიამონა. კი, ხადლაჯი კიდე აგერ არის რაღაც კორეული ბრენდი არის, აი ამას მე დაგატესტინე. კიდე ასე შემდეგ. მოკლედ ქართველები არა, მაგრამ სუნამოს ბრენდები უცხოური აქტიურობენ და ნუ სამწუხაროა და ქართველებო მოგმართავთ ჯიგრებო არ ვართ თქვენი კონკურენტები ვისაც გონია რომ კონკურენტობას უწევთ ძალიან მაგარი რაღაცა არის კანზეც დაგვისვა აი მეც ეგ მასია და მაგრამ ნუ ყველა კანი სხვადასხვაა და სხვათა შორის როგორც ინდივიდუალური სუნამო ძალიან მაგარია და Half-Fat-ის დანემს იზიარებს მაგრამ ერთ-ერთი არ არის ნახდები Half-Fat-ში ბევრად უფრო მეტი სიღრმეა და აქ უფრო ცოტა ეს არის flat როგორ არის flat ანუ ნუ აი ეს არის სწორხაზოვანი არის ეს მაგრამ Half-Fat-ი როგორც იცით $200-მდე ღირს 150-200 პარგლებშია ეს ღირს 50-60 $. რაღაც ეგრე და საკმაოდ ღირსეული არის. ქიმიურობა არ აქვს სხვათა შორის, სინთეტური ის არ აქვს. ვისაც გეჩვენება და ისა, ცოტა ის იყო რა ქვია, კალკულონმა ცოტა წაიაფერის და რომ ერთ-ერთი არისო და არ არის და ერთ-ერთი არის. მაგრამ ერთ-ერთი ნახდა Half-Fat-ის სუნს ვცნობრავთ 1000 სურნელში გამოვარჩევ Half-Fat-ს იმდენად მიყვარს ორი ბოთლი მაქვს ჩასრილი. და ამის ხო შენზე მეც ვერავინ ვერ იტყვის აი Half-Fat-ის რა მსგავსი სუნამოებიც არსებობს თითქმის ყველა მაქვს Half-Fat Blazing Mr. Sam-იც Chopard-ის Black Incense-იც რაღაცა Gucci-იც ცოტა წაგავს ექსტილი ყველა ვიცი მოკლედ Provenzano-ს და Alberto Morias-ი ამ სტილში მუჰავერდი ხო არ გავს Half-Fat-ის ანუ ერთ-ერთი დუპი არ არის მაგრამ კარგია და Half-Fat-ი თუ გამოიყენება ესეთი დახვეწილი ელეგანტური გარემოებებისთვის ამის გამოყენება რაღაც ყოველდღე შეგიძლიათ. როტაციისთვის კარგი არის რა თუ Half-Fat-ი მაგრად გიყვართ და გენანებოთ დღეს ყოველდღე დასმა. აი როტაციაში შეუურებთ ამას რა. კარგია 10-დან მოკლედ ფასის გათვალისწინებით ყველაფრით 8 ქულას დაუწერ. ჩემი აზრით ძალიან ღირსეული შეფასება. შვენიერი სუნამო არის ჩემ wish list-შიც იქნება და ამას ჩამოვიტან, იმიტომ რომ ასწორებს ახლა რამდენი Half-Fat-ი ვიყიდო. ორი ბოთლი ჩაცილი გაქვს უკვე და ძალიან გადის. ხო რაღაც ცოტა ჩენელი და აღარ ვყიდი რა, ნუ მაგ მაგრამ არ ვყიდი, მინდა ჩემთვის და. ხო, არა, ძალიან კარგი არის. მაინტერესებს მე კიდე სხვა სუნამოები. მოდი აბა შენ დატესტე აი ეს. ხადლაჯის Integrity. ეს არის 25 წლის თავზე გამოშვებული სუნამო, მეცე ფილტრს მოცემ. კარგი. აბა ნახოთ. ეს თავიდან რაიმე სუნამოს ხო არ ამსგავსებ. მაგრამ ბევრი შეიძლება. აი ესეთი სტილი არის უამრავი რა. აი თავიდან რაღაც კონჩი ინვიქტუსის სუნი მცემს, აი სიტკბო ინვიქტუს წააგავს თავიდან.
მაგრამ ის არის რა ცოტა მეტად ცხარეა ვიდრე ხა ინვიქტუსი ეგრევე ტკბილია. საინტერესო. რაც აი კოდჯიოსაც შევადარებდი ცოტათი. რაც ნაზავია ჩემი აზრით რა. ერთი სუნამოს დუპი არ არის რა. ერთი სუნამოს დუპი ნაღდად არ არის. კლასიკური stronger vision დატესტილი თუ გქო რა მსგავსებ რაღაც დეტალებში. არა, უფრო აი ეხა ჩემთვის მაგალითად ეს უფრო სიგრილისკენ მიდის და აი ოდნავ ტკბილია, ნუ დამჯდარზე ვნახოთ რა იქნება, მაგრამ თავიდან აი უფრო ინვიქტუსისკენ მიმყავს რაღაცა, просто აი ინვიქტუს რაღაც სიცხარე აქვს დამატებული. აი ნიტრო რედი მაქვს სხვათა შორის და აი მის უნდა წააგავს მაგრად რა. აი როგორ რაღაც არის იცი, ინვიქტუსის და ის არის აი ბაკარას რაღაც სიცხარე დაუღოთ ინვიქტუს. ეგეთი სტილია ისის და აი ამას ეხა მაგრად წააგავს რა. ძე რამდენი ქულას დაუწერდი. გრადობა შლეიფი ძალიან კარგია. ჩათოლი 10 საათი გიძლევს როგორც არაფერი და 10 საათი ჩემთვის საკმაოდ მეტია და 24 საათიანის უნდა მოდი არ მიყვარს. მოსთანთე დიდი პიესის არომატი, არომატული ხა. ეგრე შევაფასე რომ მეთქი stronger vision წარმოვიდგინეთ მოსთანთედი, ინვიქტუსი წარმოვიდგინეთ და ყველა ცნობილი სუნამო აური ერთში. ყველაფერი ვიგზენი და მაგას მიიღებ, ხო? ყველაფერი ვიგზენი ამ სუნამოში რა ძალიან ცნობილია, მაგრამ ძალიან ხა. შლეიფიც ისეთი აქვს რომ აი ესმის ბევრ ადამიანს და კომპლიმენტური არის ახლა ეგეთი სერვი. შეფასებას დაუწერ, მე ზოგადად მიყვარს ხოლმე კატეგორიების მიხედვით შეფასება ეხა. ეს მოდი წარმოვიდგინე ზამთრის ყოველდღიური არომატი. აი ყოველ დღე ძალიან მარტივია, აი მართლა ძალიან მარტივია, აი ნებისმიერი ადამიანი ამით არ შეწუხდება, რამდენიც არ უნდა დაისხა დაჟე, მდგრადობა თუ ეგეთია. კი, გამდგრადობა აქვს ძალიან. აი მოდი დუპის ყოლობას შევაფასოთ 9 ქულა რა. აი დუპის ყოლობაზე მარტივი და ფასსაც გეტყვი, ფასი აქვს ხადლაჯზე უფრო იაფია, მაგრამ ნუ $50 მაქსიმუმი თქვით 100-იანი? 100-იანი. ნუ 120-140 არის, ხო. კარგი ფასია. არა, ნუ აი ხა ამას დავამატებდი ჩემ კოლექციაში სიმართლე რო გითხრა რა. აი მე თვითონ ესე ყოველდღიურად სიმართლე რო ესეთი მარტივი უნდა მიყვარს, რა, იმიტომ რომ ძალიან ადამიანთან მიწევს კონტაქტი და ეხა ყველასთვის რაღაცა თუნდაც ეს რეიჰანის ტაიგერიც რო დაისხა, ყველას შეიძლება არ მოეწონოს რა. ხო, ბლანკაი მარტივი უნდა, რა. აუ 9 ქულა, დამსახურებულად აუცილებლად 9 ქულა. კარგი, შემდეგ აი და აბა მოთხოვნა არის ამ სუნამოზე სერიოზული და ბევრი ითხოვს. დატესტილი არ მქონდა. ძალიან ბევრი გაიყიდა მართლა, აი ეს ამის ჩამოტანა მინდა რამდენი ხანია, მაგრამ არ დევს. ძალიან ეს 50-იანი ჯდება 120-130 ლარი რა. ეს ახლა კადრს მიღმაც დავტესტე ახლა. არ ვიოპერისტებ, მაგრამ ჩათვალეთ ხალხო, ეს არის მეგამარის ბევრად ტარებადი ვერსია. გახსნაში მეგამარს რომ მოაშორო ისოდა ეს სიმყრალის სურნელი ამბერგერი ასაც ანიჭებს, იმიტომ რომ ამბერგერი საზღვაო ელემენტზე მეტად უფრო ცხოველურისკენ მიდის. სიცხარე აქვს მეგამარს. ხავსი და რაღაც ეგეთი უხეში სუნია რა. კი, და რაღაც სიმყრალე, თითქოს რაღაც ღრმა სურნელია. ეს არის ჩათვალეთ მეგამარის უფრო ლაითი ვერსია, რომლის ტარება შეგიძლიათ. გრადობა შლეიფი ამას ეგრევე ეთყობა რომ მინიმუმ 12 საათი ის არის. და ჩემს უდგარი. ინტენსიური. მოკლედ ნაკლებად ინტენსიური მეგამარია. დამჯდარზე გავს როგორც ნოტები აქვს დაწეული დასაწყისში ჩემი აზრით რა, მაგრამ დამჯდარზე აი ეხლა რომ დაждდება მეც იმას ხენი და აი დამჯდარზე ჩემი აზრით უკვე იმდენად გავს რომ გარჩევაც ძალიან რთულია რა, მაგრამ ნუ დაწყება ცოტა ისა აქვს. დაწყება ცოტა უფრო ნაკლებად მყრალია რა ესე რომ ვთქვა. ძალიან კარგია. ეს უეჭველი უნდა ვიყიდო, იმიტომ რომ ჩემ გემოვნებაში ჯდება. მეც არ ველოდი. მე ძალიან მიყვარს კენზო ომინტენს და კენზოს ხაზი ძალიან მიყვარს და მეგამარი რომ დავტესტე პირველად ეგრევე გამახსენდა კენზო, იმიტომ რომ მანდაც მარინ აკორდი ეგეთი არის, ცოტა ღრმა, უჩვეულო საზღვაო ხო მაინც ფრეშთან და სიგნალისთან ასწირდება. ეს უნდა კენზო უფრო იაფია და ხო, კენზოს უბერეთ უფრო. აი ძალიან მაგარი ბრენდი არის კენზო და კენზო ომინტენს ვიყენებდი და უდე პარფუმიც კარგია. არ ვიცი. ამ სუნამოს მე უწერ 10-დანაც ღირსეული შეფასება. მეც დავეთანხმო. მეტი რა მეგამარში რო არ ვიხადოთ 600 ლარი და 550 ლარი არის გამოწერთ ამას იგივე მოცულობას 120
ნუ 150-160 ლარი. რაც შეიძლება არც, მაგრამ ახალ გაზრდილია ამის პასის აგზნობლად, ამიტომ შვენიერია. მით უმეტეს მეგამარი თუ გიყვართ, რა ვიცი. ზოგ თქვენთაგანს დარწმუნებული ვარ ეს უფრო მოგეწონებათ, ვიდრე მეგამარი. იმიტომ რომ მეგამარი ცოტა უფრო ჩელენჯინგ არომატი არის და მეგამარი იყენებს მეგამარს წლებია უკვე, აი მილilitrობით ყიდულობდა ხოლმე და რო ჩამოვიდა ეს დავატესტინე და სხვა შორის ამას უფრო ისხავს ეხა ვიდრე იმას რა, ანუ მესმისრად და რაღაც ანუ ერთი არ არის ნახდათ მაგის ის არ კონდეთ, მაგრამ ძალიან გავს. აი 80-85% გავს. კი, აი დამჯდარზე მით უმეტეს რა. აი დამჯდარზე მით უმეტეს და იმატებს პროცენტები ჩემი. ხო, 10-დან 10 მოკლედ, კაია. შემდეგი მოკლედ რომელიც არ გაქვთ ატესტილი, აი იყოს ხადლაჯის მოკლედ ხადლაჯები მაქვს წარმოდგენილი, იმიტომ რომ ჩემი მეგობარი ბრენდია, მიგზავნის ხოლმე ეს უნდა მოვებს და რატომაც არა. თან გაი ბრენდია. თან ის არის. Next Latafa არის რა. ხო, ანუ აი რა კარგი. ძალიან დახვეწილია რა, სხვა შორის რო გამოუშვეს კარუსი blue და silver white არის, მე მგონი Initios დუპი არის. ძალიან მახსოვს რომელიც, მაგრამ ნუ ძალიან ჰაიპში იყო რო გამოვიდა, ძალიან ღირსეულად შემოვიდნენ ბაზარზე, იმიტომ რომ ძალიან კაი ხარისხის წარმოები დადეს რა, ეხლა აბა წავიდა. და ამის მერე კიდე ერთ არა ორ რაღაცას გადაგატესტინებ და უნდა გამოიცნო რომელია. აი ამ სუნამოზე რა სიტყვა? ეს ძალიან ნაცნობია ჭი. აი ძალიან ეს ერთ-ერთი დუპია. აი მე როგორ მე სხვა შორის ახსენე Invictus-ი და უჭო ცოტა ფლენკერის ის არის. Victoria Elixir-ი. ეს ცოტა გრილია უფრო. კლასიკური Invictus-ზე ოდნავ გრილია, მაგრამ აი ძალიან ნაცნობი და აი ძალიან ის არის რა. ეს არის Invictus Victoria Elixir-ის ალტერნატივა. სხვა შორის Victoria Elixir არ მაქვს დატესტილი. გაგიკვირდება და კლასიკური Invictus-ის გარდა Invictus-ებში არ მაქვს არაფერი დატესტილი რა. აი დატესტე და კლასიკური Invictus თავის დროზე, რომ იმის მერე აღარ მაინტერესებდა არაფერი რა. მაგრამ Invictus-ის DNM-ი აქვს ძალიან მაგრად რა. პროსტა აი ცოტა რაც სიტყვა უფრო დახვეწილია აქ რა, იქ ძალიან მარტივი სიტყვა აქვს იმას რა, რაღაც აი ხო, ხილოვანი სიტყვა რა. შაქარი რომ მოაყარო რა, აი ეგეთი ის არის. აქ ცოტა რაც ის აქ ვანილია არის, ოღონდ ხო ნორმალური ხარისხის ვანილია. ან დუპის თაობაზე მართლა ძალიან კაი. ეგეც ანუ ერთი ფასია ქახმო. კადრს გარეთაც მაგას ვიტყოდი, რომ დამეტეს და ძალიან კაი არომა. ვანილი, ლავანდა, ნუ ისეთ მარტივი Invictus-ისებრი სარეხისთან ერთად. აი ხა ამას დავაყენებდი, აი ამ ორ შორის არჩევას გავაკეთებდი, რომ ყიდულობდი რა, ანუ ყოველდღიური მარტივი მოტკბო სუნი თუ ვინმეს გიყვართ და გაინტერესებთ, აი ამ ორ შორის ეხა აი რა თანაბარ ქულებს დავწერდი რა, გამძლეობა როგორ აქვს? ნუ 8 საათი არის. 7-8 საათს ვიტყვი რა. ეს ძლიერია, ეს არის Integrity. აი Integrity თავიდან ეხა ბლოტერზეც მეტად შლეიფიანად იგრძნობოდა და სავარაუდოდ ნუ გამძლეობაც ნუ მეტი აქვს Integrity-ის და აი ამ ორ შორის ხო 7-8 საათი ძლებს საშუალო შლეიფი. საკმაო გამძლეობა. ნორმალურია რა, კარგია. ესეთი არომატისთვის ეხა გასაკვირი არ არის. ნუ აი ხამას დაუწერდი დაახლოებით 7.5-8 ქულას რა, ანუ აი გამძლეობის ხარჯზე ვაკლებ იმ ქულებსაც, თორე აი სურნელით ძალიან ქიმიური არ არის, ეს საერთოდ, სადაც შეიძლება გამიკვირდა. მეც მიკვირს და ხადლაჯი ადრე გამოვწერე ძალიან ადრე ას და ის პირველი გამოშვება იყო ძალიან ქიმიური იყო და მე აშკარად ძალიან დახვეწეს ეხა რა. ყველა მისალა მოკლედ უნდა ვსკეთება რა. ხო, ნუ ისე დონეზე არის უკვე პარფიუმერებს ქირავენ და ძალიან გიჟურ რაღაცებს აკეთებენ და ამიტომ ნუ ეს მომეწონა, აი 7.5-8 ქულას დაუწერდი მოკლედ გამძლეობისთან ყველაფრის გათვალისწინებით რა და ფასი დაახლოებით რა. იგივე არის 150-157. ნუ მაშინ ხო რა 8 ქულა, ცოტა იაფი რო ყოფილიყო შეიძლება ცოტა მომემატები. მაგრამ ყოველდღიური მარტივი ძალიან ადვილად სატარებელი სურნელია რა. ამასაც ვიყიდი რამე. აბა მე აქედან მოდი გახაიპებულსა ვარჩევ, იმიტომ რომ ეს დუპი არ არის. ხო? არაფერს არ გავს. ეს არის ხალხო ტერიაკ ინტენსი, Quentin Bish-ის შემოქმედება არის. Quentin Bish ვინც არიცით, რა განიმედის შემქმნელი, Kenzo Home Intense-ის შემქმნელი, Shampoo გოწიების შემქმნელი და Delina, მოკლედ ყველა ბრენდთან აქვს ნამუშევარი და ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული პარფიუმერია, რომ დაიქირავო 40,000 ევროთის.
ისი აღვანა კი. ფასი არის. მოღონ მარტო ფორმულა რო დაგეწეროს. მეტი არ არის. ნუ ეს თავიდან ბოლომდე მაგის შექმნილი. ხო, მაგის შექმნილი არის და მის პრეზენტაცია არა ბეჭი, არამედ პარიზში იყო. ხო. და ნუ კი ყველა ყველა კონტენტ კრეატორი. ვინც კი არსებობდა. ნუ აი რაღაცებს დავსგავსებ ჩემი აზრით, იმიტომ რომ რამოდენიმე სუნამო იკითხება. მე კლასიკური ტერიაკიც არ მაქვს დატესტილი. კლასიკური ტერიაკიც კარგი რამეა, მაგრამ ანუ მე ეს მირჩევნია მაინც. სხვა შორის კლასიკური ტერიაკიც კვენტინ ბიში შექმნილია, ვინც არიცით. ანუ ამაზე იყო ჰაიპი, რომ კვენტინ ბიშმა შექმნაო და ამაზე იყო რაღაცა ძალიან დიდი პრეზენტაცია. უბრალოდ იმის პრეზენტაცია ესე გრანდიოზული არ ყოფილა და ანუ არ გახდა მაგიტო პოპულარული თორემ. ჩემი დის საყვარელი სუნამოა სხვა შორის ტერიაკი კლასიკური. აი ჩემი და ის ხავს ყოველ დღე და ყოველ წამს რა. აი რისი სუნია კიცე? ვისკი იყვარს? კი. აი ვისკის ხის რაღაცას რო ვოდებენ რა და შეგნით რო ყრიან და რო ბოლავენ ვისკის ეგ პროცესი. აი წარმოიდგინე ხის მაგივრად რაღაცა ხილის ნაბჩვენები რომ მობრაწო და ზნო მაგაში საკმაოდ. რა ჯემის სუნია, აი თითქოს ჯემიც არის და ვისკიც. აი ვისკი უეჭველი ვიცი რა გრძნობ რო ვისკი არის. ხალხო, ეხლა თუ შეხვალთ ფრაგრანტიკაზე და ნოტებს წაიკითხავთ და რა მოჩდება ისეთი არ მახსოვს სიმართლე გითხრა, მაგრამ ანუ ფრაგრანტიკა არის მარკეტინგი ხალხო, ანუ იქ ფრაგრანტიკა არის უბრალოდ ისტორიის მოყოლა, როგორ სურს პარფიუმერს თქვენთვის და არაფერ შუაში არ არის, ახლა ვისკის არავინ არ ჩაგისხამს. სუნამოში ისე როგორც ხის ჰაერს არავინ არ დაიჭერს. ანუ შეიძლება რაღაც ისეთი ეწეროს იქ, ანუ ეგ არის შეუძლებელი მარკეტინგი. სუნამოს ფორმულა რო ნახოთ გაგიჟდებით, საერთოდ რაფერს ვერ გაიგებთ. რა ხდება იმ ფორმულაში და ამიტომ ის ფორმულა რო დაწერონ ახლა ვერავინ ვერ გაიგებს იმ სუნამოს რა სუნია და ამიტომ მარტივად აი რაღაც თვითონ პარფიუმერმა რაც ანუ შთაგონება ქონდა რომ ეს სუნი უნდა ქონოდა, ეგ არის ფრაგრანტიკაზე წარდგენილი რა თორე. აი ყველაზე მარტივი მაგალითი საზღვაო აკორდები რო წერია, მარინ ნოუთს რო წერია, ეგ არის კალონი, ან ამბროქსანი, ორიდან ერთ-ერთი არის და კალონი ჩაწერა შეგიძლია თითქოს ნოტებში აქვს საზამთრო, იმიტომ რომ ძალიან ყავს საზამთროს კალონი. და თუნდაც სისხლის ნოტა რო წერია, ჩათვალე მეტალური ნოტა არის და ალუბალი. ანუ სისხლის არავინ არ ჩაასხავს სუნამოში. სად არის მაგდეცის? აუ ძალიან კარგი არის და რო არ მწოდნოდა რომ ეს სუნამო არის ლატაფასი, აი ვიტყოდი რომ რაღაცა ინიშიო ახალი სუნამო გამოუშვა. კი, აი მართლა ხარისხი. იმიტომ რომ აი ნახე საიდ ეფექტისკენაც მივყავარ ცოტათი. ინიშიო საიდ ეფექტი. მაგრამ რაღაც ხილი აქვს ცოტა სხვანაირი. ჰეროდისკენაც არის რაღაც აი საიდ ეფექტი და ჰეროდის. რამოდენიმე სუნამოს ამოიკითხავ, მაგრამ ანუ რომ ვთქვათ რომ ეს ერთს რამეს გავს და დუპი არ არის რა ხალხო. იმენა აი საერთოდ არ გავს არაფერს ეგრე პირდაპირ. აი ალუბლის ლიქიორი შეიძლება გაგახსენოთ. ან ჩემთვის უფრო მეტად იმას გავს. რა ქვია მაგ პროცესს. მოხალოა რა. შებოლოა. ხო, ვისკის შებოლოვის პროცესი არის ჩემთვის, ოღონდ ხის და სხვადასხვა მერქნების მაგივრად რომ ბოლოვდე რომელიღაც ხილით. გამძლეობასაც გეტყვი, აი მე ნუ საშინელი კანი მაქვს ყველამ კარგად იცის, მაგრამ მე 12 საათი ყველაზე მცირე გამიწვევ რა. ეს არის უდაუდად თანათქოლიანი და ვიცი რომ ის არის 50-60-ებში $60 პარგლებშია. კი, 50-60 პარგლებშია, შეიძლება დაიწყიდე დაიყოს, ან ახალი. ეს ახალი რო არის სხვა თქმა და ანიმატებს ხო, მაგრამ ნუ ამან შეიძლება გვიან დაიკლოს, იმიტომ რომ მართლა ძალიან ძვირი დაუჯდებოდა და ამის გაკეთება აუცილებლად ძვირი დაждდებოდა რა. 10-დან 10 არ ვიცი ახლა თქვენ კიდე ფეიკებს გიტყუთ. აი რითი ჩამოვარდება. აი ჯერ ბოთლი ნახეთ რა ლამაზია. აქედან ვერ ნახოთ, მაგრამ ამოვანათებ. მოდი შევფუთოთ ვანახოთ მაგას. ჰა, პრეზენტაცია როგორია? ანუ ეს კიდე ყუთში დევს. მაგ წინიდან ისა აქ რა გრავირები, მაგრამ არ ჩანს და ნუ აი ესე ძალიან მძიმე ყუთია რა. სასაჩუქრედაც ისე ჩენს რო გაიხსნა. და ნუ გარედან კიდე ისა აქვს, ანუ ისაკ მაგრამ დავკარგე. ხო, ეგ არა. ხალხია გარედან. მოკლედ მშვენიერება არის სრული. აი 10-დან 10 ქულიანი. აუცილებლად. მოკლედ ხალხო, ამას ჩამოვიტან და ამასაც. ამას ჩემთვის ჩამოვიტან. აი ჯერ სკეპტრი და ჯერ მოდი ახლა მე დაგატესტინებ რაღაც სვალები უნდა დახუჭო. მოკლედ მე შენ ახლა დაგატესტინებ ორ სუნამოს და შენ უნდა მეთქე ორიგინალი რომელია და დუპი რომელია. აბა მე ზოგადად დუპებში ძალიან ისე ვარ. აი, მოკლედ ცოტა ხუდები ხოლმე, მაგრამ აბა აბა ეს ერთი. აბა wait სხვადასხვა ხელს მომეცი რომ wait ჯერ და დაიმახსოვრე შეც. კი. რო რამე არ ყვერი. და ეს მეორე.
ხმა წავით. აურებთ ახლა მას ერთმანეთს. შენც არ დაგავიწყდესო. ისე კენი. ეს აქეთ. ეს აქეთ. და ეს აქეთ. საათის მხარე. არცხენა. უნდა გამოიცნო რომელია ორიგინალი, რომელია დუპი. ამას ცოტა ის აი თავიდან რაღაცა ის ოდნავ ეთყობა ძალიან. მინიშნებაზე ეთყოთ ეგ არაფერი შედაგეხმარება. ამასაც. ამასაც. არა, მაგრამ ეგ ხო. აი ეს უფრო ყვირის რა. აი რაც ეს უფრო ინტენსიურად მოდის ცხვირში ვიდრე ეს. თან ანაცნობის. ძალიან. ახლა ეგ არის აი ნაცნობი არ ქვია ამას. ეს არის ბავშვების სავაჟი. ყველაზე პოპულარული სუნამო რა იქნება აბა 15-16 წლის ბავშვებში? ელექსირი. და? ელექსირი და ლებოლე პარფუმი. აბა ძალიან რთულია რა, მაგრამ ეს უფრო ინტენსიურია ეხლა და დუპზე თუ ვიზახე უფრო ინტენსიურია, არ დამიშვათ. აი მოკლედ ვიტყვი რა, ეს მგონია ორიგინალი მაინც რა და ეს დუპი. ყოჩა შენ მართალი ხარ. მართალი ხარ. აი ეხლა ვიტყვი რატო რა? ლემალის ელექსირის შემთხვევაშიც რეიჰან ელექსირი ჩამოვიტანე. ანუ ლემალის ელექსირთან შედარებით უფრო ანუ შლეიფი იმას უფრო ეთყობოდა და ინტენსიობა ვიდრე ორიგინალს რა და სხვათა შორის შლეიფის რეიჰან ელექსირის უკეთესია ვიდრე ლემალის ელექსირი ხო სიგიჟია საერთოდ ნუ გამძლეობა და შლეიფი ყველამ კარგად იცრობა გამძლეობაში ელექსირი ჯობია და შლეიფში ისა რეიჰანი ანუ აი რაღაც უცნაურობაა მაგრამ მაინც შლეიფში ეს არის ხადლაჩის აილენდი ხო, რაც უფრო მაღალია შლეიფი, მდგრადობა იკლებს, იმიტომ შლეიფი არის ორთქლირების ორთქლაციის პროცესი. რო ორთქლდება მიდის შენი მოლეკულების. მაგრამ ინტენსიობა ამას უფრო მეტია. აი რატომ ეცნობოდა, სხვადასხვა რამდენიმე დღის წინ ჩავამივიდა და აი მაგიტომ ეცნობოდა, ეხა დავტესტე ლებოს ლეპარფუმიც არ მქონდა დატესტილი მანამდე. ნუ ლებო ლეპარფუმზე აზრები ასე თუ ისა ყველას ემთხვევა ერთმანეთს, რომ კარგი ტროპიკული ყოველდღიური მარტივი სურნელია და მოდი ეს უნამო არ შევაფასოთ თვითონ სურნელის პროფილიდან გამომდინარე, იმიტომ რომ შევაფასოთ როგორი დუპია მაშინ. როგორი დუპია. იმიტომ რომ ამაზე შეიძლება სურნელი შევაფასო და ამასაც სურნელს მივადგე და ასე შემდეგ მეც როგორც ტერიაქსი, მაგრამ ეს არის როგორც ერთი დუპი უნდა იყოს. აჰა, ჩემთვის ახლა ლებოლე პარფუმი რო გითხრა, არის 6.5 გულიანი სუნამო ფასისგან გამომდინარე მასაზე რამდენად არის მორგებული და ასე შემდეგ. Paradise Gardens-ა ერთ ქულას მოუმატებდი ლებოლე პარფუმთან შედარებით, იმიტომ რომ ცოტა მეტად დახვეწილი მგონია მწვანე ნოტების გამო რა. ზოგადად კივის გზნობ მანდ? კი. და რო ვთქვი ეგ დამიშვეს. არა, აი კივის იმას ვიდეოში ამოვჭერი, ხო იცი? ხო. აა მეთქი რა ვიღაც coach რო არის green coach green-ი? მაგაში არ მიგწია. ანუ ეგ ისე მაგ დატესტე. გავლით დატესტა და ამიტომ ამას ამდე ქულას დავუწერ როგორც კლონს. როგორც უნამოს შეიძლება სხვათა შორის აი ლებოლე პარფუმი არ მქონია და გამძლეობა რამდენი აქვს? აი მაგის მიხედვით. ნახე რა არის ჩემთან 8 წლებს, მაგრამ ჩემთან 8 წლებს ლებოლე პარფუმი, მაგრამ ვიცი ხალხი რომ აი 12 საათი იძახის. ნუ ჩათვალე 7-8 საათი უჭირავს ყველაზე ცოტა. აი ამას მაშინ მდგრადობაც მსგავსი აქვს 10 საათამდე. ხო, ჩემთან იგივე ნაწლებს 7 საათი მიძლებს მე 8 მიძლებს მოდი რეალურად. ხო რა. აი ნუ 10 საათამდე ადის რა ამის გამძლეობა და როგორც დუპი შლეიფი ამას უფრო ინტენსიური აქვს თავიდან დაწყება, ქიმიური ოდნა ორივე არის, დუპიც და ორიგინალიც. ამიტომ ნუ აი როგორც დუპი 9-ს დავუწერ რა, იმიტომ რომ საკმაოდ კარგად იმეორებს ყველაფერს რა და ნუ ლებოლე პარფუმი არც თუ ისე რთულის უნამოა გასამეორებლად, მაგრამ ნუ ფასიდან გამომდინარე მაინც ნახევარზე უფრო იაფია რა. ახლა გადავიდეთ ბრენდზე, რომელსაც არ ვეკარები. არც მე. Maison Alhambra. და ეს არის Sceptre Malachite. რა ვიცი როგორც გინდათ. ეს არის God of Fire-ის დუპი.
მე მაქვს God of Fire. სკეპტრი გამოუჩეს ძალიან ბევრნაირად და რაღაც სხვა სტილზე წავიდნენ. ხო ხტები. ბიჭო. აი, შეაფასე. და მანამდე ვიტყვი რომ God of Fire-ის დუპი მქონდა Paris Corner-ის. სახელი აღარ მახსოვს, ძალიან ადრე მქონდა რა. Mango Bliss-ი რო ხამემონი. და ის ძალიან ქიმიური იყო რა. და აი ეს ახლა გიგი გეტყვით და შეაფასებს როგორია. არელოდი ნახეთ. მივხვდი სახეზე რომ არელოდი. ბიჭო, ეს ძალიან სასაცილოა რა. არც ვინც არიცით არსებობს ესეთი აპარატი რომელიც ბიოქიმიაში კითხულობს შემადგენლობას. ბიოქიმიაში კი არა და ანალიტიკურ ქიმიაში ქვია GCMS გაზის ქრომატოგრაფი. მოკლედ შეტყავს ნებისმიერი სითხე და გიჩვენებს ფორმულას. ფორმულას რა, ანუ გიჩვენებს რა კონცენტრაციით რა ინგრედიენტია, იქ მე ფორმულა შენზე არის უკვე პარფიუმერიაში რა ვიცი, მესამე კლასის დონეზე თუ ხარ, ყველა დაგისვამს ეგ აპარატი თუ გაქვს. და ეგ აპარატი არ ეგ აპარატი აქვს ამათ ყველას აქვს. პირველი შემოვიტანა Dua ბრენდი არის, ეგეთ ბრენდი. ეგ არ ვიცოდი სულ. Dua ეგეც კლონებს აკეთებს. მაგრამ მაგათქვასი ცოტა ძვირია, იმიტომ რომ ჩათვალე $50, ეგ 30-იანები. ნუ საერთოდ პირდაპირ იმეორებენ და ისინი ცოტა რაღაცებს ცვლიან საავტორო უფლებების გამო ჩემი აზრით, იმიტომ რომ ყველაში რაღაც ოდნავ არის შეცვლილი ყველა სუნამოში. აქ მანგოზე მეტად, ანუ მანგო იგრძნობა, მაგრამ მანგოზე მეტად უფრო მოდის ცხარე გრილი სანელებელი, შეიძლება იყოს პიტნა. შეიძლება სანელებიც არა, უბრალოდ პიტნის სუნი მოდის. და ყველაზე სასაცილო ამ სუნამოში რაც არის ну ზოგადად God of Fire ვიცით რომ მანგოთი არის ეგეთი მაგარი და მანგოსუნი აქვს ну სასწაული და ამ ეს უნდა რომ გამოუშვეს ცოტა სკეპტიკურად ვიყავ იმიტომ რომ მანგო არ ქონდა საერთოდ ფრაგრანტიკაზე საერთოდ არ არის ამ სუნამოში მანგო არ წერია ფრაგრანტიკაზე რო შეხვალთ მაგრამ აი მანგოს ერთხელ გაჭრილი შუაში უეჭველი მანგოა რა და აი ეგ არის რომ მაგიტო ვიძახე რომ ფრაგრანტიკა თვალ ეგეთი სანდო საიტიც არ არის რა უბრალოდ გიგიც და მეც თუ ვაჩვენებ სადმე ვიდეოში, ეგ ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით პროფილი იცოდეთ სუნამოსი, რა სტილია. თორე ანუ იქედან გადმოყალიბდა. ხო, ახლა მაგას რო შეხედო ფრაგრანტიკას, რა ვიცი, აქს ნეიტროლი რო არის ბოდი სპრეი, მაგის ავისფერი არის საუკეთესო სუნამო მსოფლიოში. ხო, 50 ნოტი აქვს რაღაც ძალიან ძვირად ღირებული ჯინსი. ხო, ნუ ამიტომ ფრაგრანტიკას ვიცი, ამაზე მარტივად ვიტყვი, რომ ბრავო. Maison Alhambra top. ავიდდნენ უკვე. Maison Alhambra. ხლად ისეთი ბრენდიც არ ყოფილა. ვინც არის იცით Maison Alhambra არის ის ბრენდი რომელიც აი Tom Ford-ის ნაირებს დაამსგავსა, აი მაგის მერე მეზიზღება რა. ხო, ეგ ძალიან პირდაპირ ახლა შეცვალეს, იმიტომ რომ Tom Ford-მა უჩივლა. კი, და ძალიან ბევრი ჯარიმებიც აირტყეს, იმიტომ რომ ნუ ახლა სახელები შეცვალეს, ბოთლიც შეცვლილი არის მაგათი. და შეიძლება ჩამოვიდა ეს არ ვიცი სამი თვეა შორის ვეჩარიჩები არსად არ არის რა ანუ საერთოდ ვერსად ვერ ვიშო ეს კი აი ვერსად მალაშიტი არ არის არსად სხვა ისინი არის უბრალოდ ისინი არ არის თულად ეგეთი კარგები სავარაუდოდ იმიტომ რომ მაგათ არავინ არ აქებს და აი ამაზე ყველა გადაირია და ვერსად ვერ ვიშო სამი თვეა რა ეხა ჩავამივიდა ძლის ის და God of Fire დავუღენო ერთმანეთს გავარჩევ მაგრამ ხაერში რო ვიგზნო ეს სურნელი, აი როგორც კი თავი მოვხადე, ვიგზენი სურნელი და მაგროს გამეცინა, იმიტომ რომ ეგ God of Fire გონია რა, აი გონია რომ ჩაასხეს God of Fire, რაღაცა სადმე თუ გაივლით და ხარისხითაც რო გითხრათ რომ რაღაცა ისეთი არის რომ ძალიან სხვაობაში მოდის, არა არ მოდის ძალიან სხვაობაში, იმიტომ რომ God of Fire-იც არ არის რაღაცა ულტრა ნატურალურ სუნზე. ეგეც არის. ნუ მანგოს რო იყენებ უკვე სინთეტურობას ხელს აწერ რა. იმიტომ რომ მანგოდან ექსტრაქტი არ ეხდება როგორც ბლიდან. ნუ მანგო და ბალი და მსგავსი ხილები ექსტრაქტი არ ამოდის მალხუჭებადებია. ამიტომ სინთეტურობა რა თქმა უნდა იქნება. არა, ყოჩახს ბრავო ეს სუნამო არის 10-დან 10-ქულიანი. იმიტომ რომ ძალიან ზედმეტად გავს. ხო მეგონი. რა? რაც საუკეთესო გავარჩიე და 10-დან 10-ები წამოვიღე რა ჩემი აზრითაც, მაგრამ აი ერთი აი სავარაუდოდ ბოლოს დაგატესტინებ. ეს რა ღირს? ნუ თუ ვიშოვით რა თქმა უნდა, აი თავიდან რომ გამოვიდა ღირდა $25. 20-25 ნაინების ეგრე ღირდა, მაგრამ ხო, ანუ ეგრე ღირდა. ეხლა რა დეფიციტში ჩავარ და ამაში მაქვს გადახდილი ეხლა $42 ან $43.
მილilitrობით კი ამას. კი. მეგობრებო, რა ვიცი, შანსი არ გავუშვათ ხელიდან. ეს არის სავარაუდოდ დიდი ხანი ვეღარ მე ვყიდი God of War-ს და 10 მილილიტრის ფასი მაქვს 150 ლარი. ამ ეს რა ვიცი იქნება რა 40 ლარი. 40 ლარი. 30 ანუ რა ვიცი ცოტა ფასი. კაი 30 ლარი. კაი. იმ God of War-ს არაფერი არ აქვს ისეთი რომ ამას ჯობდეს 5ჯერ. 5ჯერ არ ჯობს. ხო, დამიჯერეთ. ავი ჩაცალეთ ხალხო რა ვიცი. მადლობები მე გადამეხათეთ რომ აგითხარით. ჩაცალეთ. იმიტომ რომ 95% ალბათ გავს. ის 5%-იც albათ ამას თუ ჩაცლიან მე შენთვისაც გამოვწერ. შენთვისაც გამოვწერ. შვენიერია, არ ვიცი. ყველაზე მეტად ამან გამოვაუცა, იმიტომ რომ ამათგან კიდე ლატაფასგან ამისგან რაღაცებს ველოდი. და მაინც წინასწარი ის მქონდა განწყობა. მაგრამ მეიზონ ახალმბრა მეგონა ყოველთვის რაღაცნაირი ბრენდი, რომელიც ფულის საკეთებელი მანქანა იქნებოდა. და ქონდა სულ 10-15 დოლარიანი სუნამოები და იყიდებოდა აი და ბრავო. კიდევ თვალების ხუჭო მოგიწევს, მაგრამ ამჯერად გეტყვი რომ ლემალ ელექსირს ვადარებ ერთხელ. მე მგონი ეგ ვიდეო შენ ნახე მაგ ხარლაჯის სუნამოს მატესტინები. კი. კაი, ანუ რეიჰანის ელექსირიც მაქვს და თან შევადარებ იმას რა. იმის უნდა კარგად მახსოვს და ამიტომ შევადაროთ როგორ გავს. ორიგინალიც მაქვს, დუპიც მაქვს და ეხა ეს კიდე დუპი ის იქნება რა საინტერესო. რამდენი დუპი კლაბდენუ იმას გამოუშვა, ხო? კლაბდენუ ლაიონიო თუ რაღაც. ელექსირის დუპი. ის არის, ხო, ლაიონ ჰარტი. ლაიონ ჰარტი. არა, არ ჩამოვაქ კლაბდენუ დიდად. ეს აქეთ. ვიცადე სად არის? და ეს აქეთ. აბა. ამას მე ვერ ვარჩევ. უნდა ჩამოვწერო მე. აქაც ის აქაც როგორი რაღაც არის, იცი? რეიჰანის ელექსირის შემთხვევაშიც ზუსტად იგივეა, რომ ცოტა მეტად ყვირის ვიდრე ორიგინალი რა. აბიჭო, აქ ძალიან ის არის, ანუ ძალიან მსგავსებულია, აი ძალიან გავს რა. ანუ აქ ხალხო გარჩევა მართლა შეუძლებელია, აი პირდაპირ გეუბნებით, იმენა შეუძლებელია. ეს არის გაითვალე და ანუ აი არ არსებობს ამის გარჩევა რა. ანუ აქ უკვე ვარაუდზე უნდა წავიდეთ და ისევ ჩემ ვარაუდს გავყვები, რომ რაღაც უფრო ინტენსიურს უნდა, რეიჰანის ელექსირსაც უფრო ინტენსიურის უნდა და სხვათა შორის ამაზე ოდნავ მეტად სინთეტურია თავიდან. და აი ვიტყოდი, რომ ეს უკეთესი დუპია ჩემი ეს დამჯდარზე ძალიან გავს. იგივეა, მაგრამ აი დაწყება ეხა კი, მართალი ხარ, ეგ არის. ეს უნდა იყოს რა. მეგარი. ინტენსიურია თავიდან და ეს უფრო დახვეწილად ჩანს ეხა ვიდრე რეიჰანის ელექსირი. ამიტომ აი პირველი 10 წუთი დარწმუნებული ვარ ჯობია და მე უკვე დამჯდარზეც ძალიან მაგარია, მართლა აი ხა ამას არ ველოდი სხვა შორის, იმიტომ რომ ხადლაჯის ეს არის ხადლაჯის Intoxicate Blue Elixir, ინჯელში არის ბოთლი აქ. ხო, რაღაც გავსი, მაგრამ Magnetic Cup-იც არ გვაქვს, კაი. მაგრამ ეს უნდა უფრო იაფია. ეს უნდა 25-30. კი, და რეიჰანის ელექსირი ძვირიღეს და თუ გამოწერა გინდათ ხალხო, პირდაპირ გეუბნებით. აფილისტობის გარეშე ეს ჯობია რა, ანუ რეიჰანის ელექსირი ჯობია, მით უმეტეს ფასიც 25-30 დოლარი და $40-მდე აქვს და საკმაოდ ძვირია ხა. კი, დუპისთვის ხო, საკმაოდ ძვირია და ხა ეს ძალიან კაი არის რა. ხო, ის დაგიჟდებათ, რა ვიცი 130 ლარი თავის წონია ყველაფერი. ხა, ამას აუცილებლად ჩამოვიდა მეც, იმიტომ რომ მაგარი რაღაცა არის. ნუ ელექსირის დუპად გამძლეობა რამდენი აქვს? რამდენიც კიდე. ხო, მაშინ 10-დან 10 რა. ანუ როგორც დუპს ვამბობ, 10-დან 10, თორე ნუ ელექსირის ალბათ 8 ნახევარი ქულა ჩემთვის რა ელექსირი. ლემალის ლეპარფამი უფრო მომწონს მეც. მოდი დავტესტოთ ესეთი რაღაც. ნუ ნაცნობია. ეს არის პიზა. ლატაფას პიზა. გადახრის ის არის, ხო? ხო და სხვა შორის კიდე ძალიან ლამაზი პრეზენტაცია არის. ვინც არის იცით კიდე 5-ში დევს გარედან, სხვა შორის ძალიან ლამაზ 5-ში დევს, არა. ამის ანუ ეს და ტურაფი იდეაში არის ბულგარი ტაიგარის
დუპი და ტურატი, ნუ გიგისთვის ძალიან ნაცნობია და აი თან იმას შევადაროთ. აი ტურატიში ის მომწონს, რომ საერთოდ ვერ მიხვდები $40 თუ $30 უნდა მოვა. აი ვერსი ვარაუდ. გამძლეობით და იმით რა ქვია. გამძლეობა დიდაა. დამჯდარზე, პიზა. მოდი ამას კანზე დავტესტავთ. ანუ გამძლეობით და იმით, ანუ მაგას იმიტომ ვაყენებ, მაგრამ რომ დაახლოებით 15 წუთში ქიმიურობა საერთოდ უკრება და გამძლეობა მეტი აქვს რა ტურატიზე. თუ ტურატიში უფრო მეტად ჯინჯერი იგრძნობა და ჯინჯერის წნიანობა წინა პლანზე არის გამოწეული, აი აქ უფრო მეტი ცინცხალი ნოტა არის, რომელიც უფრო მეტად გამამხნევებელი ნოტები, ციტრუსი იქნება, ის რაღაც ცედრა იქნება თუ ასე შემდეგ. შენთვის არ არის ეგრე? კი, მაგრამ ნუ სინთეტურობა თავიდან არის და მაინც აი კანზე კიდე სხვანაირია. ძალიან გავს ტურატის და აი გავს იმას რა ქვია სოსპირუს ვიბრატოს. ხო, ჩემთვის უნდა მოარის შვიდხულიანი. იმიტომ რომ ტურატი არსებობს, ტურატი მირჩევნია. სურნელითაც. შენთვის ტურატი ჯობია. ნუ მე ამაში გავიყავით აზრი, მაგრამ ნუ ის არის, ანუ უკვე ეგემონების ამბავი. ტურატი იმიტომ მირჩევნია, რომ ეს შეიძლება უფრო შემაწუხებელი იყოს კონკრეტულ სიტუაციებში ჩემთვის, იმიტომ რომ უფრო ინტენსიურია. კი, მაგაში კი. ხო, ვისაც ინტენსიური და ძლიერი არომატები მოგწონთ, ამას აირჩევთ, ვისაც უფრო დამჯდარი, ესეთი რომ არ ყვირის და ასე ნაზად მიედინება და ერთი სტილი უჭირავს, მაშინ ტურატის აირჩევთ. მე მეორე კატეგორიას მოვეკუთვნები და ამიტომ განაცხადება არის, ტურატის დიდი სხვაობა არ არის, მარტივად რომ მაგიხსნათ, ტურატიში უფრო მეტი ის არის ჯინჯერი არის, ჯანჯაფილი და უფრო მეტი ეს აქვს წნიანობა მეტი აქვს, მაგრამ აქ ციტრუსი დომინანტია და ცინცხალი და სიხალისე და სიახლის განცდას უფრო პიზა იძლევა ვიდრე ტურატი. ხო, 7 კულა ნორმალური დამსახურებული კულა. ფასი რო ცოტა ნაკლები კონდეს, აქვს იდეაში, მაგრამ ახლა საქართველოს ყოლობაზე ძვირიჯდება წონა. ხო, მაინც ძვირია ჩამოტანით და ყველაფერი. ხა ამერიკაში რო ვიყოთ. ხო, ამერიკაში რო ვიყოთ შეიძლება ხო, სხვანაირად ჩემფასად. ამერიკაში რო ვიყოთ, მოდი 7 კულა იყოს და თუკოს არც ვიყიდით. კი, იმიტომ რომ $100 რო $100 არის. $200 ჩათვალე ხა ის რა. კაი, მე ახლა შენ უნდა დაგატესტინო. ვიხედო თუ არა ეგ მარტივად არის აქ ხადლაჯის კაფე ლატე კაფე ლატე ეს არის ჩემი რჩეული ამათგან ო კი მე გურმანული სუნამოები მაგრამ ატომაიზერები ატომაიზერი ძალიან დაგვეცეთ გურმანული სუნამოები შენ ძალიან გვარს ესე იგი ბოლო დროს მაგრად შემეყვარდა აი გურმანული ტიპის სუნამოები ვისაც მოგწონთ არ არის შემაწუხებელი აი მაგალითად ტასკინ კარამელი ფარის კორნერის ტასკინი არის კარამელ კასკადი ეკლერი საუბრობთ წილი გაქვს ნუ ეკლერი და ეგ ტასკინი არის ბიანკოლატეს დუპი აი იქ რა გააკეთეს ვერ მივხვდი არა ფარის კორნერი ძალიან კარგი რაღაცები გამოუშვა ჩემ მეუღლე ეკანებს ძალიან ხშირად და თოლე ყოველდღე კომპლიმენტებს ვიღებ მეუღლე ანუ ძალიან მაგარი არომატი ნამცხვარი ვის აქვს და ეგეთი ისე აი ეკლერი ძალიან დახვეწილია და აი ტასკინ კარამელ კასკადი ცოტა ის არის რა აი რაც თავიდან დაწყება ძალიან არ მომეწონა და აი ამ სუნამოსგანაც სხვა შორის მსგავს ველოდი ან ზოგადად ხადლაჯზე ესე არ ვიყავი რა არ მეგონა რომ ესეთ მაგარ რაღაცებს უშვებდნენ იმიტომ რომ ცუდი გამოცდილება მქონდა წარსულში და აი ეხა ეს რო ჩამომივიდა ნუ ამორე კაფე დატესტილი გაქვს კი, მაგრამ ეხა ერთ-ერთი არ გავს. ერთ-ერთი არ გავს. არა, ჩემი აზრით არ გავს. მაგრამ ღირსეული ის არის რა. მაგრამ ნახე, ამორე კაფე არის ზოგადად ყავი, აი ჩემი აზრით ეხა რა, ანუ იქ ყავის სიმწარე და აი რა თითქოს გურმანული არის, მაგრამ აი ყავის სიმწარე უფრო მეტია ამორე კაფეში ვიდრე ამ სუნამოში. და მე პირადად ეხა ჩემი აზრით რო გითხრათ, ამას უფრო დავისხავდი ვიდრე იმას რა. იმიტომ რომ ანუ აქ რაღაც აი თითქოს რძე აქვს დამატებული ყავას, ანუ რაღაც რძიანი ყავის არომატია. და ანუ აი მარტივი ვანილი, აი რაღაც ნამცხრისებრი, აი ყავის თუ ნუ გეცოდება სავარაუდოდ ყავის მარცვლების რო აქვს რა, პუდრა მოყრილი ნამცხრებს. აი რაც გემრიელ ნამცხრს რო ყავის პუდრა მოაყაროთ და რაც ცხელს რო სუნი აზდის, აი რაღაც ეგეთი ის არის რა. ну ძალიან გემრიელი არომატია, მაგრამ ეკლერი მირჩენია. მაინც ეკლერი მაინც მირჩენია, მაგრამ
ну აი გურმანი. ანუ ყავის მოყვარულებისთვის ყავის მოყვარულები მე ყავა ძალიან მიყვარს. მაგრამ დასალევად რა სუნი დიდად არ მიყვარს და ბარემ იმასაც თქვათ რომ ყავაზე რას ფიქრობ მაღაზიებში რომ უდევთ. ჩემი სრული სისულელია. პირიქით, ანუ ხალხო ვინც უნამოებს ტესტავთ თუ დაგეკეტათ ცხვირი და აი 5-6 უნდა დატესტეთ და ცხვირი დაგეკეტათ, უბრალოდ გამოდით მაღაზიიდან, გაიარ გამოიერეთ და მე შებრუნდით რა. ყავა არის სრული სისულელი, აბსოლუტურად პირიქით უარეს შვება ჩემი. შვება ძალიან ინტენსიური სურნელოვანი მოლეკულები აქვს და უბრალოდ ანაცვლებს. ერთი სურნელს მეორე. და ანუ იმის სურნელი გაქვს და იმის მერე ყველა სურნამო გეჩვენება ძალიან მაგარი და ძალიან კარგი და ყიდულობ. ეგ არის მარკეტინგული ხრიკი, არაფერს არ გახლავარი. რა და ამჩავრობთ? არა, ეგირჩევთ რომ გადით ცოტა ჰაერზე, განიავდით ცოტა და შემდეგ შებრუნდით მაღაზიაში, ან ხო 5-6 სურნამოს ატესტოს აქვსებით საკმარისია ერთ ჯერზე რა. აი კანზე არ მიცდია სიმართლე და არც უთხოვს ჩემთვის არ არის, მაგრამ ჩემი მეთოდი ეგ არის, სუფთა ჰაერს აი 2-3 წუთით რო გავხიდით გაისეირნოთ რაღაცა, სხვათა შორის ამ მეთოდზე გიორგემ როგორც ვირჩია, შევა მოწმენ და პარფიუმერებს ეგრე შვებიან თურმე, რომელიც პარფიუმერულ სკოლებში სწავლობენ. ანუ უბრალოდ სუფთა კანს ხნოსავენ და სხვერი რესტარტდება და მუშაობს. ნუ აი მოდი ახლა რამდენი კულოს ავწერთ? მაგაში. აუ 10-ია რა ჩემს. 10-ია, ბაზარი არის 10-ია. ამის გრადობა 12 საათი შლეიფი. იმდენად მაგარი აქვს და არომატიც იმდენად მაგარია. უბრალოდ ახალს თუ გამოიწერთ და იყიდით, ჩემი რჩევა იქნება რომ გახსნით 1-2 დღე დადეთ რა, იმიტომ რომ თავიდან რო ჩამოვიდა და პირველი დატესტა, აი გრევე რომ მეთქე ოპაა და რო გავხსენ დავტესტე, აი თავიდან იმდენად ინტენსიური ყავის მწარე სუნი წამოიღო და იმდენად სინთეტური იყო, რომ ანუ თავიდან ძალიან სკეპტიკული მეთქი, აი ხო ვამბობდი რომ ხადალაჯი ესეთია მეთქი და აი რამოდენიმე დღე რომ მედო და მე ვიდეოს გადასაღებად რო ავიღე და დავსუნე და უკვე ცუდი რომ უნდა დამეწმურა ლაპარაკი და სხვადასხვა ეგ ფერმენტაცია არ ყოფილა იცი? მაგას მე ოქსიდაცია. მეც ფერმენტაცია მეგონა. სხვადასხვა რაღაცა არის. ხო, არ ვიცოდი. ხო, ამ პროცესს ანუ არაბულ სუნამოებში უბრალოდ ოქსიდაცია ხდება. ფერმენტაცია კიდე სხვა რაღაც ყოფილა. ფერმენტაცია ბიშულებს აქვს. იმიტომ რომ იქ ისეთი მოლეკულები არის, იმდენად მდიდარი და გაჯერებული და ასე შემდეგ, რომ ფერმენტაციის შემდეგ უფრო იშლება და იკვრება და აქ უფრო ოქსიდაცია ხდება. ან ეს ჰაერი აშუქება, სპრეი რო არის და ჰაერი ჩადის უკან, იმაშვება რა ქვია. ეს ჰაერის მოლეკულები აჯერებს უბრალოდ და იმ სიხისტეს უკრობს. ეგ ჰაერი უკრობს სიხისტეს. ანუ სიხისტე რო ხრება ეგ არის ოქსიდაცია და ფერმენტაცია არის აი ნახსოვს რაც ემართება ფერს რო იცვლის. ვა, ეგ არც მე არ ვიცოდი და პარფიუმერიის სწავლა ასე კულუარულად რომ სწავლ პარფიუმერიის რაღაცებს კითხულ რაღაცებს ანუ ეხლა ძალიან მაგარი ინფორმაციებს ვიღებ ხალხო და ნუ და ეგ ყოფილა მეც არასწორად ვიძახდი ვიდეოებში რომ ფერმენტაციის შემდეგ არაფერი ფერმენტაცია არ ხდება, ხდება ოქსიდაცია და ეს სიხისტეს ჟანგბადია შორებს. ჩვენც რაღაცა არ ვიცით და ჩვენც გვეშლება რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ნუ ეხლა გიგის გაცილებით მაგარი განათლება აქვს ჩემთან შედარებით, ეხლა ვაღიარებ მაგას და ნუ ვინც გიგის იცნობთ, გეცოდინებათ სავარაუდოდ. ნუ მაგრამ ყველაფერი მზარდია, ვიზიდებით სულ ყველას. ეს ფეროც ახალია. ნუ ხო ანუ პარფიუმერია ისეთი რაღაცაა, რომ შეიძლება დღეს რაღაც რო გონია, ხვალ ვაფსვანაირად აღმოჩნდეს და ამიტომ ნელ-ნელა ჩვენც ვისწავლით, ნუ ცოტა შეიძლება სხვებზე ცოტა მეტი გვესმის, მაგრამ ჩვენც არ ვართ პარფიუმერის დონეზე, იმიტომ რომ ძალიან რთული საკითხია რა, ანუ ეს მარტივად რაც გადააზავნა. ძირად ღირებული ჰობი, აი ჩათვალე სპორტი რო იყოს პარფიუმერია, იქნებოდა გოლფი. ან ჩოგურთი. ჩოგურთი საკმაოდ ზუსტ, მაგრამ ნუ გოლფი იქნებოდა, იმიტომ რომ თელი ის კიდე ჰექტარი გინდა, მიწის ნაკვეთი კონდეს. აი ძალიან რთული და ვინმე ან პარფიუმერი არ არსებობს, რომელიც აი წამოვიდა ღარიბი ოჯახიდან. რომ აი მიაღწია თავის მიზანს და არა ვინ არა, ყველა გამზადებული ქონდა ყველაფერს, იმიტომ რომ ჯერ მარტო რომ ისწავლო, გავიგებ თეორიულ დონეზე, პრაქტიკაში რამდენი გიხარჯება წარმოედგინე რაღაცებს, რომ ცდი, იმ ძვირად ღირებული ეთერზეთებს, ეგ უნდა გადააგდო, ხო, რაღაც არ გამოვიდა და წავიდა ახალი ის ასე შემდეგ აპარატურა კატასტროფა ნუ თუ კარგი ხარისხის სუნამოების შექმნა გინდა, ნუ კარგი ხარისხის ჰოუმეიდადაც ნუ აი ინდი ტაუერი როგორც მე ეგრეთ შეგიძლია შექმნა, მაგრამ ეგეც ვირი არის აპარატურა ტექნიკაც რო შეიძლება უბრალოდ ჭურჭელი რო შეიძლება სპეციალური პარფიუმერიის, აი ეგეც ძალიან ძვირია და ეთერზეთებსა და ინგრედიენტებზე საუბარი
ზედმეტია ხალხო მოკლედ პარფიუმერობა თუ გინდათ თქვენთვის ძალიან ცუდი ამბები მაქვს. საქართველოს მაგიტომაც არ ყავს საქართველოში პარფიუმერი და ვინც იყო ადრე საბჭოთა კავშირის დროს გასარკვევი არის ნამდვილად იყო თუ არა პარფიუმერი. ხო, ჩვენ ახლა ვტესტავთ კაფე ლატეს, კაი. კაფე ლატე 10-დან. ხო, 10-დან. და მოდი ეგ ბოლოს. ეს ბოლოს? ხო, აი ეგ ტკბილი ლუკმა არ არის, მაგრამ ის იმდენად უცნაური არომატია, რომ მაინტერესებს. არა, აი ეს ბრიოშ ვანილი, ვინც არიცით, ესეც ძალიან ახალი გამოსულია და აი უბრალოდ მაინტერესებს შენი აზრი რა, ანუ ძალიან იყოფა ამ სულამოზე აზრი. ეს არც მყდრია ეს ბოთლი. ესეც ახალი გამოსულია და მაი არის ორი სულამო, სულ გამოსული. ჩერი არის, ეხა გამოვიდა ჩერი ინტენსი. ესეც არ მახსოვს პარფიუმერი, მაგრამ ცნობილი პარფიუმერის შექმნილია ეგეც. სხვადასხვა ახალი და ეს არის ამის ორიგინალი დატესტილი მაქვს თუ რამის ტუპია. აბა მიდი ნახე. ეს არის ქაიალის ბარნინგ ჩერი. არა, ან ტუპი არ არის მაგის ესე გამოსული, მაგრამ გავს. ანუ მე პირველი ქაიალის ბევრი ჩერის დატესტილი მაქვს სულამოს გავს სხვათა შორის, მაგრამ ესე პირდაპირ მაგის ტუპი არ არის. ანუ ესეც მე უფრო იმას მივამგონე, იმიტომ რომ ეს არის ძალიან ფემინური ბალი. კი. ეს არ არის unisex-იც შეიძლება იყოს უნესთვის, მაგრამ ჩემთვის ძალიან ფემინურია რა. მაგრამ აი რაღაც აი ძალიან მომეწონა სხვათა შორის და ჟოლო აქვს? კი. მალინა და რაღაც ჟოლო. ნუ მე ვგზნობ ყოველ შემთხვევაში. ნოტებს თუ არ დაგვიშვათ, ჩვენ რაღაცებს რო ვგზნობთ, ეგ არის ანუ ინდივიდუალური შეიძლება ჩემთვის არის აი წითელი მოცვი. მოცვი კი არა. ეს არის წითელი ჟოლო. ვიღაცამ შეიძლება რაღაც ის იგზნოს რა ქვია ამაში. ასკილი რაღაც აი კენკროვანი მართლებით მიდის რა. ძალიან თეთრი ყვავილები აქვს. აი ქალისთვის ამას 9 ქულას დაუწერდი ზოგადად არ მომწონს. მაგრამ სუბიექტურად რო შევაფასო 9 ქულიანია, ჩემთვის ფასიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ახლა ის $50-ზე მეტი არ იქნება. არა, ეგრე ღირს დაახლოებით. ხო, სუბიექტურად უწერ 9 ქულას და ქალების გადმოსახედით რომ შევხედო ბევრი ქალბატონის გემოვნებაში ჩაჯდება. აი, ვისაც ბლის არომატები მოგწონთ, ქაიალის ბრენდი, ჟულიეტეს ბრენდი, ქაიალის ბრენდი ძალიან მომეწონა. კი, ძალიან კაი. აი, ფემინური ბრენდები ხო არსებობს, თუნდაც Juicy Couture, ესე რა ქვია, ქაიალი და ჟულიეტესგან მახსენდება. აი, ამ ჟანრის უნდა ვისაც მოგწონთ, ხილოვანი, ოდნავ ყვავილოვანი, გურმანული ტიპის სურნელები, მაგათთვის 9 ქულიანის უნდა მოვა. მე არ მომეწონა დიდად, მაგრამ მაინც რა 7 ქულას დავუწერდი. აი მე რატომ მომეწონა, ეხლა ეს სუნამო და სხვადასხვა ვიდეო რო დაიდება მიხვდებით, ნუ ძალიან გავგიზდი ამ სუნამოზე და რატო გავგიზდი, ეხლა ყველა გამიგებს ამ სიტყვას რო ვიტყვი. ჩემო შეყარება რომ დაისხა, იმდენად მოუხდა და თვითონაც რომ მოეწონა, ზოგადად სუნამო რომ მოგწონს და რო იცი რომ კარგი რაღაცა შენი მოსაწონი გასხა, რაღაც თვით შეფასება გიმაღლდება ესე რომ თქვა, ჩემთვის ეგრეა რომ სუნამო თუ კარგი მასხა, თვით შეფასება ადის რა ზემოთ. ნუ უფრო თვითკმაყოფილი ვარ ესე რომ აი რო დაისხა, იმდენად მოეწონა, იმდენად თვითკმაყოფილი იყო, აი რაღაცა მაგის სახე რომ მიიღო, აი მანამდე დავტესტე, ძალიან მომეწონა, მაგრამ ნუ ეგრე არ გავგვიზდი, მაგრამ აი იმან რო დატესტა და რო აი გეხვეწები ჩამომისხი და რაღაც ეგეთი ის რო იყო და რო გადაუსხი და ზოგადად არ უყვარს რა ძალიან სუნამოები და ძალიან აწუხებს არომატები და რამე თუ მოიწონება, მეც ეგრევე მიყვარდება ის სუნამო და ჩემი მეუღლეც ძალიან შემიყვარდა ის სუნამო, მაგრამ სხვათა შორის ჩემ კანზე საერთოდ სხვანაირად დაждდა და ჩემი შეყვარების კანზე საერთოდ სხვა იყო და იმდენად მაგრად მოუხდა რომ რავი ჩემი მეუღლე იყო თავიდან არ უყვარდა სუნამოები დიდად მარტო ელიზაბეთ არდენის Fifth Avenue-ს თუ რაღაცას ეგეც იყენებდა გრინთის და შემდეგ უბრალოდ დატესტა such Crystal Noir. იმდენად მოუხდა და იმდენად მიყვარდა ეგ სუნელი, რომ ჩემს მეუღლეს ესხა, რომ აი ჩემთვის ტოპ 3 ქალურ არომატში შედის და კიდევ Jimmy Choo's Eau de Parfum მომწონს ქალური სუნამოებიდან, ჩემს მეუღლეს რაც უხდება ეგენი მომწონს რა. აბა ეს დავტესტოთ, ეს არის ხადლაჯის ქარუს Blue Spice. ვინც არიცით, ეს არის Imagination-ის კლონი, პირდაპირ გეტყვით რომ ერთი არ არის, მაგრამ შეიძლება მიამზადოთ ერთი-ერთიც. სხვადასხვა ამის ჩამოტანა მინდოდა. არ იყო მაშინ მარაკში, მაგრად მახსოვს, ამის და თეთრი ვერსიის ჩამოტანა მინდოდა, ინიშოს ტუპია უნდა არ მახსოვს ის რომელი და
ჩამოვიდა არტ ოფ არაბია 1. და მოდი არტ ოფ არაბიას რო შევადაროთ რა, ანუ ორივე დუპია და მოდი დუპები შევადაროთ ახლა ერთმანეთს. ანუ არტ ოფ არაბიაში თავიდანვე უფრო მეტად ჩაი იგრძნობა და ოდნავ მეტად ტკბილი, ანუ ტკბილი ჩაი იგრძნობა იქ უფრო მეტად ვიდრე ამას და სხვათა შორის. აი რაც მგონია რომ ამას უფრო დავისხავდი თქო რა. თან ძალიან ინტენსიური სუნი მოდის ეგრევე, აი ეს მენთოლი ეს მენთოლი აქ უფრო მწვანე ჩაი, პიტნის ჩაისკენ შეიძლება წავიდეს. მწვანე ჩაი, მთლად პიტნის ჩაი უფრო შეიძლება. აი ხო, აქ სიტყვა არ იგრძნობა, ანუ აქ ბუნებრივად აი რაც ფოთოლი რა იყო დასუნოთ, აი ზუსტად იგივენაირად არის გადმოტანილი და სხვა შორის ძალიან ბუნებრივია და გამიკვირდა რა. გავს imagination-ს, ანუ ერთ ნავშიც რომ ეს არის ღარიბი კაცის imagination-ი რა. ხო, კი, მაგრამ ანუ ძალიან მაინც დიდრული არომატია, აი პირდაპირ ვთქვა რა, imagination-ს არ გიჟებს თავს ძალიან. უნდა შეადაროთ ახლა $40-იანი სუნამო, $500-იან სუნამოს. ანუ ეგეთ მოცემულობა. რთულია შედარება, მაგრამ ფასთან გამომდინარე თუ იმჯელებთ, ჩემი აზრით ну imagination-ით არ უნდა ღირდეს იმდენი რაც ღირს. არა, მე სულ ვიზახე რომ imagination-ი რომ Louis Vuitton-ის ბოთლში არ ყოფილიყო და სხვა ბოთლში ყოფილიყო, ეღირებოდა მაქსიმუმ $150. აი ხა ცოტა ემოშება, აი ტკბება რა, ეს ოდნავ ტკბება. აი დუპის მოდი მსგავსებაში დავუწერ დაახლოებით 7 ქულას, აი მსგავსებით ეგეთია. მაგრამ ანუ ყოველდღიურად გამოსაყენებლად მე მაგალითად ძალიან ხშირად ვიყენებდი არტ ოფ არაბია 1-ს და ამასაც გამოვიყენებდი. ну აი ჩემთვის ეხა ეს უნდა მოარი დაახლოებით 8 ქულა რა, იმიტომ რომ აი არტ ოფ არაბიასაც ეგრე დავუწერდი. ну არტ ოფ არაბია შეიძლება ცოტა ნაკლები, იმიტომ რომ ეს უფრო მომეწონა ეხა. არტ ოფ არაბია გრადობა შეიძლება 8-9 საათი აქვს რაც ციტრუსისთვის. ну არტ ოფ არაბიაზე ცოტა მეტი მდგრადობაც ხონია. ამიტომ ну 8 ქულა ჩემი აზრით ძალიან მაგარია, იმიტომ რომ imagination-საც მეც არ დავუწერდი რა, ანუ მოლოდინი მქონდა ძალიან მაგარი, რომ აი ყველა რო რაღაც გიჟდება და აი რაღაც, ну არ არის რა ეგეთი ძალიან გადამრიეს უნდა მოარა, მაგრამ ну აი ეს ხარ ოქულა არის რა. ბრიოშვანი მასლა ამაზე ბოთლია. ფუნთუში სუნი უნდა ქონდეს? ჭაი თავიდან რომ გამოვწერე მეგონა რომ ანუ რეკლამას თუ დაუჯერებდით რაც ჟოლოები იყო რაღაცები იყო და ცოტა მოტკბოს უნდა მეგონა რომ ექნებოდა და საერთოდ სხვა რაღაცა არის. რა მოტკბობს რა თქვი? ხო და მაგას ვიძახე თავიდან ანონსი რო დაანონსდა თითქოს უნდა ყოფილიყო რაღაც ჟოლოს რა ჟოლოს საერთოდ რომ გზნობ მან მე საერთოდ არა აქ ეგეთი ჟოლოს რაღაც. ეხლა ძალიან უცნაური, აი არ ვეუბნები საერთოდ ესეთ არ დუპი არის? არა, ხო, საერთოდ სხვა თავისთვის გამოუშვეს ჯიგრები, მაგრამ და ანუ საერთოდ ძალიან გასკდა ამაზე აზრები, იმიტომ რომ ზოგი ძალიან გიждდებოდა, იმიტომ რომ ზოგადად უცხოს უნდა რაღაც არის კატეგორია ხალხს, რომ განსხვავებულები ძალიან მოწონთ. ხო, მესმის ახლა ბოლო რატო მომადესტანი. ხო გაგიყო შენც აზრები, ახლა ვერ მივხვდი მოგწონს თუ არა? აი მეც ეგრე ვიყავ, ვერ მივხვდი მომეწონა თუ არა? არ ხო, მეც ეგრე ვარ ზუსტად. უცნაურია. მაგრამ ძალიან სინთეტურია. აი არ ვიცი, თავი შეიძლება თავი ამკიდოს. კი, აი იმდენად ინტენსიური და საშინლად სინთეტურია რა. მოიცი კაც შეიძლება არის სინთეტური. არა, არის. კანზეც არის, მაგრამ უფრო ნაკლები ხარ. უფრო ნაკლები და არის სინთეტური, მაგრამ ნუ არის რა. ესე შეგიძლიათ ხალხო გააკეთოთ. ხო, ეს არ გააკეთე. არა, ესე შეგიძლიათ. ეს ანუ ეს არ მევასება ეს. არა, ეგ просто მაგიზიანია. კონსტრუქციას კი არ ანგრევს, просто რა შევა, ეს მალე აორთქლებს. სიფომიდის. აი, ჩემ მაგალითად დატესტვისთვის ჩემთან სახლში მინდა რომ მოდის და იმაშობა. მაგრამ ყველას ვეუბნები რომ ესე არ ქნა რაღაცნაირად. ხო, ანუ აი ჯერ ცუდი დასანახია, სულ არაფერს არ აფუჭებდეს, მაგრამ აი მარტივად რო აიღოთ, აქ რო დაისხავთ და რო აცადოთ თავისით და შეშრება, ხო. გაცილებით უფრო კარგი შლეიფი ექნება, ვიდრე აი ესე გაკეთებულს. ან პირით მაგით არაფერს არ აკეთებთ საქმეს და დაისხით და უბრალოდ მალე აორთქლებთ ხალხო, მალე აორთქლებთ. დაისხით და დაანები რა თუნდა შეზილვა და რა გონი არ მომწონს რა თუ არ ვიცი. აი ზუსტად ეგ ვიყავი, აი ზუსტად ეგრე ვიყავი რო ჩამოვიდა. აი თითქოს ახლა გამოცხარი პურის იმიტაცია უნდა გააკეთო, მაგრამ თან ვერაკი რაღაცას აი თუ იცით, ან ბაგეტს რო აი თავზე რაღაცები აყრია რა, აი სეზამის მარცვლები და რაღაც აი ახლა გამოცხარი პური, მაგრამ ის არის რა. დახვეწილად არ არის გაკეთებული. ხო. ანუ რაღაც თავისთვის გამოუშვეს მეც ვიდეო მიდევს ამის იმემ, რაღაცა რა მიდევს და
თქვი რომ არ გადავირიე, არ მომეწონა, მეც პირადად ხშირი დატესტვის მერე უფრო თითქოს რაღაცა ვერ რა, მაგრამ სხვა შორის არ ვისხავავს. არ ვისხავავს. პირდაპირ რომ. აი მაგიტომ აინტერესებდა ახლა გიგის აზრიც რომ რამდენი ადამიანი გაგიჟდა. საინტერესო არის უდაოდ. აი არაფერს არ გავს ყოველ შემთხვევაში. მეც რაც დამიტესტავს საერთოდ არ მსგავსებაში. ვანილი აქვს, არა აქვს. რა ელემენტია? ბახ ვერ ნოტს ვერ ვიჭერ. პურის ნოტა როგორ შეიძლება იყოს, მაგრამ თვითონ ნოტა არ არის, მაგრამ ხო ანუ რაღაცა ის არის რა, ჩახლართულია, ნოტებს რო ჩახედოთ, საერთოდ ვერ მიხვდებით, რომ მსგავსი სუნი შეიძლება კონდეს, რაც აქვს. პურის სუნი აქვს, რაღაცა მწარე პური რო წარმოვიდგინო, იმიტომ რომ მწარე ნუ სინთეტური არის რა. მარილიანი, მწარე, სეზამის მარცვლე მოყრილი, ბაგეტი. ახლა გამომცხარი რაღაცა საკმაოდ ისეთი. წერეთელზე სხვა შორის კარგი საცხობი და პურების და ზუსტად მანდ რო შედიხარ და სუნი დგას, ზუსტად ისეთი სუნი აქვს ამას რა, პურის ხილის რაღაც პურის რაღაც ეგეთი სუნი. კი, ეგეთი სუნები თუ მოგწონთ, დამზადეთ ხარ რომ ოდნავ რა კაი სინთეზურობას გავუძლოთ, ცოტა ხანი მაინც, იმიტომ რომ ნელა უკვე ჩდება. მაშინ თავიდან 15 წუთი სინთეტური არის. ანუ მე აღარ არის მაგდონეზე, ნუ სინთეტური სულ არის, მაგრამ ნუ მე უკვე ძალიან დაბალ დონეზეა. მაგრამ ვისაც რაღაც აი რაღაც უცხო სტილში მოგზაურობა გინდათ და თან თლად ბევრის გადახდაც არ გინდათ. მოდი მე ამ სნობს არ შევაფასებ, იმიტომ რომ არ ვიცი რა დავწერე. ვერ გაიგე ხო? არა, ნუ რეალურად თქვი რაც არის, იმიტომ რომ ძალიან ინდივიდუალურია სუნამო, იმიტომ რომ ამაზე აქედან ათიდეში უთქვამს და დამიკვირდა. 5-6-ში ვარ რა. ნუ მეც ეგრე დავწერე. 5 აი 6.5, იმიტომ რომ განსაკუთრებულობის ფაქტორი ნახდა აქვს. ხო და ნუ ლატაფას გამოშვებული როა და თან ის ანუ ის არის. აი უკვე გქრება ის. სინთეზო, კაი 6.5-ს წერ. მოკლედ ასე დავალაგეთ რენკინგი. პირველ ადგილზე ჩემთან გავიდა ტერიაკ ინტენსი, შემდეგ God of War-ის კლონი, Atlas-ი, Calfet-ი, იგივე Brioche ბოლოზე არის, Mai არის ბოლოზე არის და ეს გავიდა შუაში. გიორგიმ ასე დაგვილაგა, პირველზე არის Cafe Latte, Lemal Elixir-ის კლონი, Integrity, Imagination-ის კლონი, Epoch Artistic და Le Parfum-ის კლონი. მოკლედ ახლა მე მინდა დაგატესტინო ჩემი სუნამო. და აბა შენი აზრი რომ გააზიარო. ძალიან საინტერესოა მართლა. მე ზოგადად არ მიყვარს აი კვენტინ ბიშიც რო დამისვა და იმის რაც შედევრი მანახო და არ მომეწონოს მართლა აი პირდაპირ ვეთქვი რომ მეთქი რა ნაგავია თქვა, იმიტომ მე თუ რამეს ვიტყვი ხალხო დამიჯერეთ რომ ეგრეა რა. აი ძალიან საინტერესოა, ეხლა ხელზე დავისხი. წერან და აღარ დავისხავ, ველოდებოდი დაждობასთან შესაძლებლად. აი ძალიან ქართული სუნი აქვს, ესე ვიტყვი პირველ რიგში, ანუ ჩემი სტილია, მართლა დეითის და მოტკბო და რაღაც სუნამები ძალიან მიყვარს. სხვათა შორის ძალიან კარგად იგრძნობა მართლა, აი საკმევლის სუნი, აი რაც ოღონდ შებოლილი და რაღაც აი რაღაც ესეთი სუნი არ არის რა, ანუ ძაფრი ყვამლის და რაღაც ეგეთი სუნი არ არის. აი რაც წეგანოს ვახსენე რომ ღვინის სუნი აქვს ხო? ოღონდ ეს ღვინო არის. აი რაც თეთრი ღვინო არის ფიქრობთ ხალხო, არის აი რაც წითელი, მუქი და აი რაც კისელივით ღვინო რო არის. დადეგი. სქელი, აი ძალიან სქელი, ინტენსიური ღვინის სუნი აქვს და სხვათა შორის ეს სუნამო ჩემი აზრით უნდა დაატესტინო რა ქვიათ იმათ ღვინის სუნი რანდომ მე სომელიე. აი ისეთი სუნამო რომ სომელიე რო დაატესტოს ძალიან კარგად მიხვდება თან გიორგი ყავდა მე მგონი სტუმრად. აი ჩემი აზრით 10-დან 10 სურნელია, გამძლეობაც მითხრა გიგიმ და ნუ გამძლეობა და შლეიფი მეტი არ არის საჭირო. აი მართლა დეითის სუნამოები 8-12 საათი საშუალო არ უნდა ძლევდეს მეტი დამიჯერეთ, არ არის საჭირო, მაინც ბისმოუდად იწდება. აი ჩემი აზრით ეს სუნამო აი სოფლიო ბაზარზე რომ გავიდეს და აი როგორც გიგი მახსენა ფურცელზე რომ ეწეროს, აი რატომ არის შექმნილი ეს სუნამო? აი ჩემი აზრით ჩვენ ქვეყანას ძალიან მაგრად წარმოაჩენდა რა. აი ყველა მიხვდებოდა რომ ღვინის ქვეყანა ვარ და ყველა მიხვდებოდა რომ ძალიან მაგრად შეგვიძლია რაღაცების კეთება. აი
ღვინის კეთება არა მარტო ღვინი, არა მარტო სითხით, არამედ სხვა სითხეებით შეგვიძლია რომ ვაკეთოთ. აი, ალკოჰოლური სხვა სითხით. აი, ძალიან მიხარია პირველ რიგში და წარმატებას უსურვებ, რომ აი ესეთი რაღაც შექმნა, ანუ მართლა გეუბნებით, იმდენად გახარებული ვიყავ, რომ გავიგე, რომ სუნამოს აკეთებ და ქართული სუნამოები, აი, უნდა გაკეთდეს, თან უნდა გაკეთდეს ძალიან მაღალ დონეზე, რომ გავიდეთ მსოფლიოზე რა. აი მადლობა შენ პირიქით. ძალიან საინტერესო იყო შენთან საუბარი. სუნამო 10-დან 10 ხალხო, ოღონდ მართლა 10-დან 10 არ ვიტყუები დეიტზე ამ სუნამოს, აი გამიგენები გიჟივით რა. მადლობა შენ კიდევ ერთხელ აქ მოსვლისთვის. საინტერესო პოდკასტი გამოგვივიდა და მოწონების შემთხვევაში აუცილებლად დალაიქეთ ვიდეო. Instagram-ისა და TikTok-ის არხები მითითებული იქნება აღწერაში და აუცილებლად გამოვიწერეთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის კონტენტ კრეატორისთვის ეს დაფასება ციფრებშიც გამოიხატოს და არა მარტო კონტენტ კრეატორისთვის, ზოგადად საერთო სურათისთვის მნიშვნელოვანია, რომ მეტი ადამიანი არსებობდეს ამ სფეროში, რომელიც ხარისხიან დაალაგებულ კონტენტს გააკეთებს პარფუმერიასთან დაკავშირებით, შეიძლება სხვადასხვა მიმართულებები იყოს არჩეული, მაგრამ რაც უფრო მეტი შრე იქნება ამ ყველაფერს, მეტ უფრო საინტერესო და ნახვადი იქნება. 2000-ზე გამომწერეთ ძალიან ცოტა არის ახლა იმისთვის, რასაც გიორგი აკეთებს და დავანახოთ გვერდში დგომა, როგორც შეგვიძლია ესე. მადლობა გიო კიდევ ერთხელ. პირიქით. სასიამოვნო იყო. სანამ დავუშვიდობებით ხალხს ვიტყვი, რომ გიგი აი ამერიკაში ასადო სხვაგან ცხოვრობდეს, ეყოლებოდა მილიონობით გამომწერი, ამიტომ ჩემ დაფასებაზე დიდად არ მაქვს პრეტენზია, იმიტომ რომ ჯერ არ ვარ ისეთ დონეზე და ისეთ ხარისხზე. აი გიგი იმდენად მაღალ დონეზეა უკვე, თუნდაც ედიტებით, თუნდაც ვიდეოების სტილით, ასე შემდეგ. ანუ TikTok-ზე მინიმუმ 100,000 გამომწერს იმსახურებს ეს ადამიანი და ნუ YouTube-ზე დასაწყისისთვის 10,000 რა. აი მე შეხედოთ. ამჟამად ნუ YouTube-ის სივრცით თუ ავიღებ, სუნამოებში ნუ ქართველები ნუ YouTube-ზე შენ და დანელა ხართ, მე მგონი მეტი არავინ და ამიტომ 10,000 გამომწერს დასაწყისისთვის სრულიად საკმარისი იქნება და მე ნუ რა თქმა უნდა მატება და სფეროს განვითარება სჭირდება ამისთვის. ძალიან დიდი მადლობა დაპატიჟებისთვის. არაფრის პირიქით ძალიან სასიამოვნოა. გაიხარე. შემდეგი სტუმრების მინაობას რაც შეეხება, შეგიძლიათ დააკომენტაროთ, მაგრამ თქვენ ვინებსაც აკომენტარებთ უმრავლესობა დამიჯერეთ, ეგ ხალხი მოწვეულია ისედაც და თუ ამ სკამზე არ არის არა თუ ამ სკამზე არ ზის ვინმე ეს იმიტომ არა რომ ჩემი სურვილი არ არის ამიტომ ეგეც გაითვალისწინეთ მომავალ შეხვედრამდე არხების გამოწერა არ დაგავიწყდეთ კარგად ბრძანდებოდეთ